ბურთი იელიჩი გურული შეიძლება აქედან კარში დარტყმა და აცტაბურთი კარს ძალებინლობაში ყოფნა აქ გურული მეკარესთან პირისპირ სახიფათო მდგომარეობა შევიდა შეიძლება აქედან კარში დარტყმა შეჩერდა გადააწოდა სარდალიშვილს შვილი ბურთით ისევ სარდალიშვილია გადააწოდა ტერზით შემდეგ რაჟამაშვილი მიუახლოვდა კარს დაარტყა ვერტოვებს აქ ძლიერი დარტყმით ენდელაძე მოიგერია და ლომია დარჩა მეკარესთან პირისპირ სახიფათო მდგომარეობა შეიძლება დარტყმა დააგვიანა და ვეღარ გაიტანა ბურთი თუმცა სარდალიშვილმა უნდა მიუსწროს ამ ბურთს და პენალტი ულაპარაკოთ 11 საჯის სასტვენის შემდეგ შეიძლება დარტყმა აი მისცა ნიშანი გურული გამორბის დარტყმა არის კარში დაარტყა გაუვარდა მეკარეს და იგორ იელიანია ამ დონის ცენტრალური მცველი არ ვინახავს აქ სახიფათო მდგომარეობა სარდალიშვილი ვერ დაარტყა ძლიერად იყო გურული სარდალიშვილი გაითამაშეს სწრაფად იელიჩმა კარში დაარტყა ძალიან სახიფათოდ მოჭრილი ბურთი გაია 2 და 14 ნომერი ცენტრალური მცველები მარჯვენა მცველი ლევან გაბუნია ნომერი 3 და მარცხენა მცველი ავთანდილ ქებულაძე ნომერი 5 შუახაში ნომერი 4 გიორგი გაგნიძე ნომერი 7 გიორგი ბრეგვაძე ნომერი 9 ბექა სულაბერიძე მეათე ნომრით თამაშობდა მცველებმა ვერ ითამაშეს კარგად აქ ენდელაძე კარგად ჩაერთო გასთა მეტოქეს შევიდა საჯარიმოში ასწია კარის გასწრივ და ენდელაძე გასთა ერთ მეტოქეს მეორესაც მესამეც მოატყუა და კიდევ ერთი მანელები უკმაყოფილო არიან თვიან რომ არ იყო 11 მეტრიანი მაგრამ სულიად აშკარად არღვევა იყო და იგორ იელიჩი გამორბენი დარტყმა არის შემდეგ რაჟამაშვილი ენდელაძე კარგად ჩაერთო გადააწოდა ლომიას ლომია მეკარესთან პირისპირ დარტყმა ძელს მოახვედრა ისევ ლომიას მიუვიდა შემდეგ ენდელაძე დარტყმა და ახლა საჯირო თანაც მეშველიანსაც უნდა ჩამოეძინოს ნახოთ დარტყმა რეკოშეტი აი გამართლებული გამოვიდა კიკნაველიძე დაიძრა არა ენდელაძე კობახიძე ენდელაძე მეკარესთან პირისპირ მაგრამ დროულად გამოვიდა ერთი ტრამვის გამო მეორე ახლა მოვიდა გუნდში საერთოდ აქ კვერნაძე მითამაშა ძალიან კარგად თავადვე შევიდა საჯარიმო მოედანზე შემდეგ გადააწოდა ლომიას მისამართი გააკეთა გადაცემა მაგრამ ჭანტურიშვილი ვინდა გურული გამორბენი დარტყმა არის ლომია დააგვიანა გადაცემა თუმცა მაინც მიიღო ბურთი კვერნაძემ სახიფათო მდგომარეობა დარტყმა არის კობახიძე კიკნაველიძე შევიდა ასწია რეკრუკი ენდელაძე ჭანტურიშვილი კარგად გასთა და ძალიან უცნაურად დაარტყა ბრძოლას დარტყმა არის აი ჭანტურიშვილის დამსახურებით საბალოვიამ გაიტანა ეს სულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ მას მეორე შეხვედრაშიც დაემარცხებინა ვალის სულორი 5-0